OSINT, Open Source Intelligence. ღია წყაროების დაზვერვა. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მიუხედავად იმისა, თუ რას ხედავთ ფილმებში, 80% დღეს სპეცსამსახურებისთვის ღირებული ინფორმაციის მოიპოვება სწორედ ღია წყაროების მეშვეობით. თუ ადრე საჭირო იყო უამრავი ადამიანი, უამრავი დრო, ენერგია იმისთვის, რომ მომხდარიყო რაღაც ინფორმაციის მიღება და ანალიზი, ახლა ეს ხდება უმარტივესად და თანაც ამას ხშირად თქვენ თავადვე აწვდით ხოლმე სპეცსამსახურს. თქვენი Facebook-ი, Instagram-ი, კონტაქტზე მით უმეტეს ადრე იყო ძალიან ბევრი მუშაობა იმაზე, რომ გროვდებოდა მედია საშუალებებიდან, სხვადასხვა რუბრიკების გაზეთები, ჟურნალები, ფურცლები, ტარდებოდა გამოკითხვები, ლეგენდით, რომ ვითომ იყო კვლევითი კომპანია მაგალითად და ძალიან ბევრი რესურსი ჭირდებოდა სპეცსამსახურს, რომ ქვეყანაში გაიგო თუნდაც რეალური პოლიტიკური განწყობა. ან ვინ იქნებოდა მომდევნო 5 წელიწადში პოტენციური ლიდერი, ვიზზე უნდა ემუშავა სპეცსამსახურს გავლენის მოსახდენად. ან გაიგო მაგალითად რა განწყობა არის პირობითად საბურთალოზე კონკრეტული საკითხის მიმართ. რას ფიქრობენ რუსულ საფრთხეზე, რას ფიქრობენ ჩინურ საფრთხეზე, ყველაფერი ეს რა სპეცსამსახურს ძალიან ჭირდება, დღეს ღიად იწერება.